მოგესალმებით მეგობრებო, სლოვაკეთში ვარ, უნდა გადავიღო 21 წლამდე ნაკრებების ევროპის ჩემპიონატი, სადაც საქართველოს ნაკრები გამოდის. ხვდებით ხო რა მაგარი ვლოგები გელოდებათ. რა თქმა უნდა, დეტალურად განახებთ ყველაფერს. კი იცი დამეგობდი გლობალსთან, რომელიც 2009 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. ეს არის ქართული პროდუქტი, რომელიც დამზადებულია საქართველოში. რომინგული კომპანია ავტორიზებული. თუ მიდიხართ ამოგზაუროთ, ჩემი რეკომენდაცია Global Sales. მეგობრებო, აკრედიტაცია ვიღე, ხა წამოგანახებთ წინა სამატჩო პრესკონფერენცია და წინა სამატჩო ვარჯიშსაც განახებთ. სლოვაკეთში ვარ, Wi-Fi არ მჭირდება, იმიტომ რომ Global Sales ინტერნეტი იდეალურად მუშაობს და ფასი თქვენ წარმოვიდგინეთ თითქმის იგივეა, რასაც საქართველოში ვიხდი მობილურ ინტერნეტში. მეგობრებო, ახლა მივდივარ რომ გადავიღო კომაგების მსვლელობა. მითხარი რამდენი კომაგი ჩამოვიდა სლოვაკეთში და მესამე წელია უკვე ევროპის ჩემპიონატზე ვარ და გამიზიარა რა შენი ემოციები? კი, დაახლოებით თბილისიდან და სხვა ქალაქებიდან, საქართველოს სხვა ქალაქებიდან 70-მდე კომაგი ვარ ჩამოსული დღევანდელ თამაშზე. ემოცია საკმაოდ მნიშვნელოვანია, საკმაოდ მაღალი განწყობა გვაქვს, იმიტომ რომ მესამე ევროპის ჩემპიონატზე ვარ, როგორც აღნიშნე. ამაზე წლების წინ თუ ვიოცნებებდით მხოლოდ და დღეს ეს ოცნება რეალობად გვექცა. მესამე წელი ვთქვით, მაგრამ შარშანდელი ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე ყოფნა განსაკუთრებული მნიშვნელოვანი იყო და თუ გვინდა რომ ხშირად მოხვდეთ ევროპის ჩემპიონატზე, ზუსტად აი ამ 21 წლამდე ნაკრებიდან 19 და 17 წლამდე ნაკრებიდან იწყება გამარჯვების გზა, ასე ვთქვათ და ჩვენი აქ ჩამოსვლით გვინდოდა რომ ეს ხარდაჭერა მათი გვერდში დგომა გამოგვეხატა და ვფიქრობთ რომ დღევანდელ დღეს ჩვენ ხმას, ქართველი გულშემატკივრის ხმას, როგორც ჩვენი ბიჭები, ასევე მთელი ევროპა და მთელი მსოფლიო გაიგებს. მაქსიმუმს გავიღებთ იმისთვის, რომ ამ გამარჯვებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. მეგობრებო, გულშემატკივრები სლოვაკეთში ჩამოსულიყვნენ, ძალიან დიდი გზა გამოიარდა, საინტერესოა რა ქალაქებში მოხვდნენ და რა გზა გამოიარეს აქ რომ ჩამოსულიყვნენ. სამმა ადამიანმა მანქანით გამოვიარეთ. საქართველოს თავისთავად თურქეთი, ბულგარეთი, სერბეთი, უნგრეთი და ჩამოვედით სლოვაკეთში. მე შედარებით მარტივი გზა გამოვიარეთ, თბილისი, ვენა, ბრატისლავა და ჟილინა და უკანაც კიდე გავივლი ბევრჯერ, ოღონდ გავიმარჯვოთ. სხვებისგან განსხვავებით მე შედარებით მარტივად, ჯერ თურქეთი, მერე ვენა და ვენიდან უკვე ავტობუსით ჩამოვედით. და მერე ბრატისლავა და ბრატისლავიდან ჩამოვედით დღეს აქ და იმედი გვაქვს ეს გავლილი გზა დაგვიფასდება და აუცილებლად გავიმარჯვოთ გამდელ შეხვედრაში. თბილისიდან ჩავედით ქუთაისში, ქუთაისიდან ჩავფრინდით ვენაში, ვენის აეროპორტიდან ვენაში და შემდეგ ავტობუსით წამოვედით ჟილინაში.
მეგობრებო, თამაშამდე არის დარჩენილი 1 საათი, მოდი სტადიონს განახებთ. მეგობრებო, სამოგზაუროდ თუ მიდიხარ და გაქვთ გლობალსელი, ნუ აფერზე იდარდებ, ინტერნეტიც გაქვთ და ზარებიც და SMS-ებიც ყველაზე იაფად. ზარებს სრულიად უფასოდ ღებულობ. დავიწყეთ, მიდით ბიჭებო რა, მიდი. გამოვიტანეთ. რა სეივი! აქედა ვერ ვნახე მეგობრებო, სეივი იყო, მე მგონი მაინტერესებს სეივი იყო თუ არა. თუ სეივი იყო, ხარად. მეგობრებო, 25 წუთია უკვე და რისითმა შემიძლია რომ ამ ნაკრებთან შეგვიძლია თამაში და ამ ნაკრების მოგება შეგვიძლია რა. ბევრად ტექნიკურები ვართ, ბურთი ჩვენ გვიჭირავს. მეგობრებო, პირველ ტაიმ მორჩა 0-0, რისითმა შემიძლია ამ ნაკრებთან შეგვიძლია მოგება, იმიტომ ბევრად სწრაფები ვართ, ბევრად ტექნიკურები ვართ და ჯერავს რომ ამ ნაკრებს მოუგებთ და სამქულას ავიღებთ. მიდით ბიჭებო, თქვენი მჯერავს. წავიდა მეორე ტაიმ, მჯერავს რომ სვანაძე ეხლა კაი რჩევი მისცა ბიჭებს და უეჭველი ვიგებთ დღეს. უეჭველი. და! უი გოლ! გოლ! შემოგევლე, გოლ! ეგრე რა ბიჭო, ეგრე რა, დაიწყო თუ არა შევაგდათ გოლი, ეგრე რა. ვაუ, რა კაი იყო, გენაცვალებ. კიდევ ერთი გოლი გვინდა, რომ წყნარად ვიყოთ. კიდევ ერთი გოლი გვინდა. ლომინ! ბიჭო. ვაიმე, არ დაარტყავ. ვაიმე, რა გადავრჩი. გარი გადავრჩი. არა, რა მოიგონე? არა. აუ, ეხლა როგორ მინდა ვარზე ვნახო. იმედი მაქვს არა, 11 მეტრიანი, იმედი მაქვს. კაი რა, 73 წუთზე გახდა 1-1. ვაიმე! გოლ! ბალო წუთზე ბიჭო, ბალო!
ვაიმე! არა მაგარია. არ მოიგონო ეხლა არაფერი რა. ეგა ჩაითვალა. რა მაგარი ბიჭები ხარ. ემოციები ძალიან სასიამოვნო. ბოლო წამებში რადგან შევძელით ეს იმის გამოხმაურება არის ჩვენი მხრიდან, რომ ძალიან დიდი ბრძოლის ჟინი, ძალიან დიდი ხასიათი, ძალიან დიდი ერთობა გამოვავლინეთ და ეს არის რამაც მოგვიყვანა აქამდე, ეს 2 წელი რაც განვლეთ, ეს არის ყველაზე დიდი რაც ჩვენ შეგვიძლია და ვფიქრობდი, რომ რა ვიცი, ვიმსახურებდი დღეს მოგებას და სამქულას. ძალიან მაღალია ემოციები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ. და რა ვიცი, ბედნიერები ვართ და ოღონდ ამ ჩვენი ისტორია რაც დავწერეთ, ის უნდა გავაგრძელოთ რა, როგორც ვიძახით ხოლმე, ესე უნდა გავაკეთოთ ასე. ზუსტად პრეს კონფერენციაზე აღნიშნეთ, მეც დამწყრევმაც, რომ ამ გუნდს ახასიათებს ისეთი ხასიათი, რომ ბოლომდე სული და გული ჩადოს. ვფიქრობ ეს ხასიათი გამოვავლინეთ, შემდგომშიც გამოვავლენთ, ნებისმიერ მეტოქესთან, ვინც უნდა იყოს. და ვფიქრობ ამ ხასიათმა აქამდე მოგვიყვანა და შორს წაგვიყვანს კიდევაც. მე ბავშვს ვითხარი, რომ როცა შევაგდებ გოლს, ვიცოდი რომ შევაგდებ და ეგრე იყო და ემოცია ახლა ხო იცით ნაკრებში რომ თამაშობ და ევროპაში რომ ხარ 21-ში უნდა 100% უნდა იყოს შინი და ფორვარდი ვარ, ეს არის ჩემი ისა მუშაობა და ეს გავაკეთე ზუსტად. პირველ რიგში მიულოცავ მთლიან საქართველოს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას, ბიჭებს მიულოცავ. მადლობა კომაგებს, საქართველოსთან ჩამოსულ ხალხს ყველას, რომლებიც მთელი თამაშის განმავლობაში გვალეში ყოფდნენ. მადლობა მათ. რაც შეეხება თამაშს, ვფიქრობ მივიღეთ ის, რისთვისაც ამდენი ხანი ვშრომობდით და ეს არ ყოფილა შემთხვევითი. ძალიან მაგრად ვითამაშეთ და შედეგის დავიმსახურეთ, ვფიქრობ. ბიჭებსაც ვკითხებ 97 წუთზე მეგონა რომ ფრეზეს თანახმა იქნებოდით, მაგრამ ხასიათი გამოავლინეთ და თამაში მოიგეთ. მაგაზეც მინდა რომ 1-2 სიტყვით მითხრა. არა, ზოგადად ეს ჩვენი ხასიათი არის ეგეთი, რომ ნებისმიერ მეტოქესთან მოგებაზე თამაშობს და ყველას იქ თავიდანვე ის გათავისებული გქონდა ის, რომ უნდა მოგვიგო ეს თამაში. და შესაბამისად ერთ-ერთზეც იგივე განცდა გქონდა და ვიცოდით რომ მოვიგებით ამ თამაშს. უშუალოდ მე ძალიან ბედნიერი ვარ, გმაყოფილი ვარ გუნდის თამაშით, გუნდის შედეგით, რაც თავარია. ემზადებით ახლა შემდეგი თამაშისთვის, რომ გავაგრძელოთ ეს სერია და მივიყვანოთ საქმე ბოლომდე. ხარატა სასწაულისეირების მერე მოგეცათ ძალა კიდე? კი, ეს მომენტი ძალიან ისეთი იყო, ბოლო წუთი იყო თან და ძალიან მაგარი სეივი შეასრულა ხარატამ და ძალიან ბედნიერები ვიყავით ყველა მაგ მომენტში და ძალიან გაგვიხარდა რა თქმა უნდა. კი, ემოციურად ძალიან მაგარი თამაში გამოვიდა, თუმცა იქიდან გამოდიან ბოლო წუთზე მოვიგეთ და საოცარი ემოციებია, მაგრამ ეხლა გადავერთვებით შემდეგ თამაშებზე, იმიტომ რომ კიდევ 2 ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვერდება წინ. მეგობრებო, აი არ ვიცი ემოციებისგან, აი რა უნდა გითხრათ. ბიჭებო, დიდი მადლობა რა ამ ემოციებისთვის, იმიტომ რომ აი ეს ხასიათი რაც გამოავლინეთ, მარტო აი ამ ხასიათის გამო ღირდა აქ ჩამოსვლა. აუ, არ ვიცი, მართლა რა უნდა გითხრათ. ამ ევროპის ჩემპიონატზე ჩემთან ერთად არის გრობარსელი. ეხლა უნდა წავიდე, ვიდეო დავამონტაჟო და ვიცი რომ ძალიან მალე დავამონტაჟებ და ავტვირთავს აიძე, იმიტომ რომ გრობარსელს აქვს ძალიან კაი ინტერნეტი. შემდეგ მაჩამდე.